სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. უფალი ადამიანად რომ მოვიდა, რა თქმა უნდა ეს გვაყენებს განსაკუთრებული ვალდებულების წინაშე, პირველ რიგში იქიდან გამომდინარე, რომ რაღაც განსაკუთრებული მოხდა სამყაროში და ეს განსაკუთრებული მოხდა თითოეული ადამიანისათვის. ის რომ ღმერთი მანამდე ეცხადებოდა კაცობრიობას და წინასწარმეტყველთა პირით უმხელდა მის ნებას, ეს ერთია, მაგრამ თავად რომ მოვიდა, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს იმას, რომ იგი არა უბრალოდ რაღაც ცოდნას გვაძლევს, რომელიც ცოდნა შეიძლება ნებისმიერი წინასწარმეტყველის პირით მიეცა, თუნდაც ყველაზე დიდი სინანული, რომელიც იოანე ნათლისმცემლის პირით, ანუ მისი წინამორბედის პირით, მანამდეც კი განაცხადა და უფალი თავად იმეორებს ამ სიტყვებს, შეინანეთ რამე თუ მოახლოებულ არ სასხვეველიცათა. არამედ მისი მოსვლა სხვა უფრო მნიშვნელოვანი რამისთვის იყო საჭირო და ეს მნიშვნელოვანი რამ არის უშუალო კავშირი და კომუნიკაცია მასთან ღმერთთან. ეს არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი და ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ იგი აღემატება ყველა სხვა ყველაფერს სხვას ჩვენ სულიერ და რელიგიურ ცხოვრებაში. ეს კავშირი, ეს კონტაქტი უფალთან შეუძლებელი იყო სხვანაირად თუ არა ის, რომ იგი ადამიანად მოსულიყო, თავად ეთქვა თავის სათქმელი, თავად განეცხადებინა, გვჩვენებოდა, თავად დაგვნახებოდა ადამიანური ბუნება, რომელიც მან მიიღო, ეს ადამიანური ბუნება არ მიუღია მხოლოდ თავისთვის და თავისთავად მას არაფერი ჭირდებოდა, ეს მიიღო ჩვენთვის რამე თუ ადამიანური ბუნების განხვრთობა ქრისტეში, თითოეული ჩვენგანის განხვრთობის საწყისად იქცა. რამე თუ ჩვენ მისტიკურად მას უერთებით ეკლესიას, არის მისტიკური კავშირი მის განხვრთობილ ადამიანურ ბუნებასთან. განხვრთობილი ადამიანური ბუნება ნიშნავს, რომ ადამიანი ჭურჭლიდან, უბრალო სახლიდან გადაიქცა ღვთის ტაძრად, რომელშიც თავად მკვიდრდება ღმერთი. აი აქ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უმნიშვნელოვანესია მისი ნების გაგება, რა უნდა მას და მას პირველ რიგში სურს, რომ ჩვენ გქონდეს უშუალო პიროვნული კავშირი მასთან. სიტყვები, როცა იგი ამბობს, რომ როგორ უნდა უარყოს ადამიანმა ყოველივე, მათ შორის საკუთარი თავიც და შეუდგეს მას. ადამიანს სულიერ ცხოვრებაში, ხშირ შემთხვევაში ერთგვარი კომფორტის ძიება სურს, იმიტომ რომ ყოვლადწლიერი ღმერთის მორწმუნეა იგი, მაგრამ უფალი მიზანმიმართულად პრინციპულად სხვა რამეს გვეუბნება, რომ კომფორტი კი არ უნდა ეძებო, უნდა უარყო საკუთარი თავი, აიღო ჯვარი შენი, ანუ ჯვრის გადაგდებაც არ ხდება შენს მიერ და მას გაყვე ბოლომდე, ანუ ჯვარცმულ ღმერთს გაყვე ბოლომდე და ჩვენ ვიცით ჯვარცმული ღმერთის გზა ქვეყნიური, ეს მისი ჯვარსახოვანი გზა, რომელიც გოლგოთაზე არ დასრულდა, ჯვარცმა მოყვა და ჯვარცმას რა თქმა უნდა აღდგომა და ამაღლება. მაგრამ აი ეს გზა, როგორც აუცილებელი პირობა მასთან პიროვნული კომუნიკაციის, უпростоრად მასთან პიროვნული კავშირი. ურთიერთმცნობელობა, არა გიცნობთ თქვენ მოქმედო უჯილოების, ანუ გახსოვთ ხო უფლის სიტყვები, განაჩენი ფაქტიურად იმ ადამიანისათვის, რომელიც კმაყოფილია თავის რელიგიური და ზნეობრივი ცხოვრებით, მაგრამ ქრისტეს არ იცნობს. აი ეს კავშირი არის მაცხონებელი, ეს არის გადამრჩენელი, სწორედ აი აქ წარმოჩინდება ჩვენი ჭეშმარიტი სარწმუნოება. სხვანაირად არაფრით. აი მაგალითად, როდესაც დღესაც ვკითხულობდით, ხო, როდესაც უფალი თავის ჯვარცმაზე საუბრობს, ბუნებრივია პეტრეს რეაქცია ადამიანური, ამაზე ხშირად გვისაუბრია. პეტრეს რეაქცია აბსოლუტურად ადამიანური გასაგები და ადამიანური თვალსაზრისით ერთგულებისა და სიყვარულის გამომხატველია, რომ არ გინდა უფალო, ხო, ეუბნება, არ გინდა ეს, არ შეწუხდა, არ მოიქნება ეს უფალო და გახსოვთ რას ეუბნება, ხო? თან როგორ წერია, თავადი მოექცაო, მოუტრიალდა პეტრეს და იხილა მოწაფენი, ანუ პეტრე ამას რო ამბობს არა მარტო, არამედ მოწაფებიც იდგანან და ფაქტობრივად თავისი პოზიციით, მოდი ესე ვთქვათ, ადამიანური თვალსაზრისით კეთილი და სწორი პოზიციით, ოღონდ ადამიანური სიმართლის თვალსაზრისით სწორი. თვითონაც თავისავსაც იწამლავს და მის გარშემო მყოფ დანარჩენ მოწაფეებსაც წამლავს. იხილნა მოწაფენითვის და უცებ შერისხა პეტრეს და თქვა ამას წარვეთ ჩემგან მართუკუნ ეშმაკო. და რატომ ეშმაკო? იმიტომ რომ ზრახავ არა ღვთისას, არამედ კაცთას, ანუ ღვთისნების მატარებელი არ ახარ.
შენ ადამიანური სიმართლით მოქმედებ. მე კვლავ უმეორებს იმ სიტყვებს, რომელიც ადრეც უთქვავს, ხო? მოუწოდა ერთს ამას მოწაფეთა მისთა თანადარქვა ამას, რომელს აუნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, თუ გინათო ჩემთან იყოთ, უარყავი შენი თავი, მათ შორის შენი სიმართლე, მათ შორის შეიძლება შენი კომფორტიც, ბიოლოგიური სიცოცხლეც კი. აღიღე ჯვარი თვისი და შემომიდექილმე. და თუ ადამიანს შინაგანად რაღაც ამ დროს დაეწყება რაღაც ყოყმანი, მაგრამ მე რანაირად და გვერა გვეუბნება რა ისარგებელას კაცისა უკვე თუ შეიძინოს სოფელი ესე ყოველი და სული თვისი იზღვიოს, ანუ დააზარალოს. აი ამის ვერ გაგება, რომ თავარი არის პიროვნული ერთობა ქრისტესთან, თავარი მასთან ყოფნა და დანარჩენს ყველაფერს იმ დონეზე არ აქვს მნიშვნელობა, რომ თვით საკუთარი თავის გაწირვაც კი შეიძლება ამისთვის, რომ მასთან ქრისტესთან პიროვნული ერთობა შეინარჩუნო, ეს არის უმნიშვნელოვანეს რამ ქრისტიანობაში, რომელიც ქრისტიანს აყენებს იმ ვალდებულების წინაშე, რომ მან თავის თავში მოწამეობრივი სული აღზარდოს. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ კომფორტი შეიძლება გქონდეს ღმერთისგან, როგორ არა, მაგრამ როცა ეს კომფორტი წარმართველი ხდება, ის ხდება ძალიან საშიში, იმიტომ რომ ამ დროს შეიძლება ღმერთი დაკარგო. შენ ყოველ შემთხვევაში შენ ამ კომფორტს არ ეძებ, შენ ეძებ ქრისტესთან პიროვნულ ერთობას. დანარჩენი როგორც იქნება ამ ქვეყნიური კომფორტი არ იქნება, მაგრამ მთელი შენი არსება მოწადინებულია იქითკენ, რომ უარყო საკუთარი თავი და გაყვე ქრისტეს და ვინ უნდა გააკეთოს ეს, ვინ უნდა აჩვენოს ეს, თუ არა პირველ რიგში ჩვენ ეკლესიამ და ვაჩვენოთ საკუთარ თავსაც ერთმანეთი გავამტკიცოთ, გავაძლიეროთ და ვიყოთ მაგალითი მთელი ერისთვის. მთელი სამყაროსთვის. ჯოგო ვიცით, სამყაროს საწინააღმდეგო პოზიცია აქვს, მშვიდობა და უსაფრთხოება, ამ ქვეყნიური კეთილდღეობა. ყველაფერი აქეთკენ არის მიმართული სამყაროში. და ეს იმდენად გამძაფრებული აქვს სამყაროს, მათ შორის ჩვენ სამშობლოს, საქართველოს, რომ ბუნებრივად სხვა გზა რო არ არჩება, სხვანაირად უბრალოდ არ გამოვა ჩვენი ქვეყანაც მთელი სამყაროს ქრისტეს ივიწყებს. და ეს ყველაფერი შემოსულია, წინაზეც გითხარით, რომ ეკლესია ხო ამ სამყაროში არის ცალკე ხო არ არის ამ სამყაროშია შემოსული დატოვილი ღმერთის მიერ რომ იმისიონეროს ქრისტეს საქმე გააგრძელოს ბუნებრივია რომ შეერთებულია ამ სამყაროსთან ამ სამყაროს თავის გამოცდილებას ღმერთთან ურთიერთობისა მადლმოსილებას გადასცემს მაგრამ ამ სამყაროს სული სიჭრება ჩვენში და ხშირად ჩვენი სულმოკლეობის გამო ჩვენ ხშირად ამას სოფლის სულით აღსებულნი ვართ, მათ შორის სასულიერო პირები ჩვენს და სამწუხაროდ და ძალიან ხშირად ასე დროს, როცა აი ამგვარად განწყობილნი ვართ, ჩვენზე კომფორტული გარემო უფრო ცუდად მოქმედებს, ვიდრე განსასწრელი, იმიტომ რომ კომფორტული გარემოს დროს გვავიწყდება უმთავრესი მისია ქრისტესთან პიროვნული ერთობა. ქრისტესთან პიროვნული ერთობა ისედაც კომფორტის ზონიდან გამოსვლის წინაშე გვაყენებს. აუცილებლად კომფორტის ზონიდან აუცილებელი გამოსვლის წინაშე გვაყენებს. იმიტომ რომ ჩვენი დაცემული ბუნება ძალიან უჭირს ქრისტესთან პიროვნული ერთობა. ამიტომაც არის, როგორც ვიცი, სიქასტური პრაქტიკა ურთულესი, უძნელესი. ამიტომაც ამბობდნენ წმინდა მამები, რომ სისხლი უნდა გაიღო, რომ მადლი მიიღო, სული მიიღო, ანუ მადლი მიიღო. ისედაც რთულია, ისედაც ძნელია. და თუ გარშემო რაღაც კომფორტული გარემოა, რომელიც მე ფუფუნებაში მამყოფებს, ადამიანი სამწუხაროდ ესეა მოწყობილი, რომ ადამიანი მიიძინებს ხოლმე ტკბილი ძილით და მე ეს პავლე მოციქულის სიტყვები გაიღვიძე მძინარა უგძინავს, მიიძინებს ტკბილი ძილით და გადის ჩვენი ცხოვრება ისე, რომ ღმერთთან პიროვნული ერთობა არ აქვს, არ ვიცნობთ, არ გვიცნობს. კმაყოფილდებით ჩვენი რელიგიური ცხოვრებით და იმ სიმშვიდით, რომელიც ჩვენს გარშემო შექმნილია. ამიტომ ღმერთმა დიახაც შეიძლება დაუშვას პერიოდულად განსასწრებით, რომ თუ დაგვინახა, რომ ჩვენ დიდი ხანი მიძინებულები ვართ სულიერად, მაშინ არ იქნება გასაკვირი, რომ ღმერთმა ეს განსასწრელი ჩვენზე დაუშვა, ის განსასწრელი დაუშვას ჩვენზე, რომელიც გამოგვაფხიზლებს ამ ღრმა ძილიდან. და როცა გონია, რომ ყველაფერი ესე მშვიდად და წყნარად უნდა იყოს. პლუს ამას ემატება უმადურობა ჩვენ მხრიდან. აი ტიმოთეს მიმართ პირველ ეპისტოლეში დღეს ესეთ სიტყვებს კითხულობდით. ვინც სხვა რამეს ასწავლის და არ მისდევს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ჯანსაღ სიტყვებს,
და საღვთისმოსაო მოძღვრებას და რომელია ქრისტეს ნამდვილი სიტყვები და საღვთისმოსაო მოძღვრება. აი რაც წავიკითხეთ, ხო, რომ უარყავ თავი თვისი, აღიღენ ჯვარი თვის და შემომიდექიმე. ვიწრო და ეკლიანია გზა, რომელსაც სასუფევლისაკენ მიყავს. ფართია და ადვილი სავალის გზა, რომელსაც წარწმენდისაკენ მიყვას. ვიწროა ის კარები, რომელსაც სასუფევლისში შეყავს, ბევრი ეძებს და ცოტა პოულობს. მე თუ მდევნეს თქვენს გდევდიან, ეს არის ქრისტეს სიტყვები. და ჩვენ ამას გაურბივართ. როცა გარედან კიდევ ვიმეორებ, როცა გარეთ სიმშვიდეა, ეს ვიწრო გზა და ეს ეკლიანი გზა ჩვენ შიგნით არსებულია, გულისაკენ სავალი გზა, რომ ჩვენ რო გულისაკენ გზა გავიკვლიოთ და ქრისტეს მივაგნოთ, შიგნით აქვს გასავლელი ეს ვიწრო და ეკლიანი გზა, ეს ვიწრო კარები შიგნით, როცა ამას არ ვაკეთებთ, მაშინ ღმერთი უშვებს ჩვენზე განსასწრებელს და დაუშვებს ამ განსასწრებელს, რომ ამით მაინც გამოვფხიზლდეთ. და როცა ადამიანი აი ასე ამგვარად ქრისტეს სიტყვების მიხედვით კი არ ცხოვრობს, არამედ სხვა რამეს ასწავლის, რას ასწავლის? კომფორტულ ქრისტიანობას. ესეთი მზვაობარია, არაფრის მცოდნე და აი ეს ენერგია გამოთავისუფლებული. მზვაობარი, ანუ ამაყი, არაფრის მცოდნე. და ენერგია გამოთავისუფლებული აქვს და რაში იყენებს ამ ენერგიას და აგრძელებს? დასნეულებულია დავისა და ცილობის სენით, საიდანაც წარმოსდგება შური, განხეთქილება, გმობა, უკეთური ეჭვი. ამ ქვეყნად არაფერი მოგვიტანია და რა თქმა უნდა ვერაფერს წავიღე. და გვავიწყდება, რომ ჩვენი გარდაცვალება ყველაფერს წერტილს დაუსვავს. ჩვენი ცხოვრების გზა მხოლოდ იმ შემთხვევაში აღირებული თუ ფინალი ღირებულია და ფინალი არის სიკვდილი, რომელიც ან სიკვდილად დარჩება, ან იქნება გარდაცვალება სიკვდილისაგან სიცოცხლეში და თუ ის არ იქნება გარდაცვალება სიკვდილისაგან სიცოცხლეში, მთელი ჩვენი ცხოვრების გზა უაზრო ყოფილა. მაშინ ამ ქვეყნიური რასაც ვაგროვებთ, ამბიციების ჩათვლით, ის მხოლოდ ამ ქვეყანაზე დარჩება და ვერაფერს ვერ წავიღებთ. ყოველგვარი ბოროტების ფესვი ვერცხლის მოყვარეობაა. ვერცხლის მოყვარეობა რო განვაზოგოთ, ეს არის მომხოჭელობა. ძალაუფლების სიყვარული, ფუფუნების სიყვარული. აი ეს ორი რამ. და ვინც ამ ვნებას აყვარ, წმენას განუდგა. თავს დაიტეხა ურიცხვი ჭირი. ეს საღვთო კანონია, რომელიც ბუნებაშიც ფესვს გადგმულია. როცა ადამიანი აი ძალაუფლების სიყვარული და ფუფუნების სიყვარული შეპყრობილი, აუცილებლად განსასწრებელი მოდის და ნახეთ როგორ არის, ვინც ამ ვნებას აყვარ, წმენას განუდგა. ანუ ადამიანს ერთდროულად შეუძლია იყოს თან გარეგნულად რელიგიური ქრისტიანი, თან მომხოჭელობის სენით შეპყრობილი. განსაკუთრებულად ეს გვემუქრება ჩვენ და შესაბამისად ჩვენ თავზეც მოდის განსასწრებელი და მთელს ეკლესიაზეც. შენ კი ღვთისკაცო ერიდე ამას და მისძიეს სიმართლეს, ღვთისმსახურებას და რწმენას, სიყვარულს, მოთმინებას, სიმშვიდეს. ანუ აქ ლაპარაკი არის, რომ ჩვენ როგორც ქრისტიანებს ქრისტეს თვისებები უნდა გქონდეს, ქრისტეს თვისებებით უნდა აღვიჭუროთ და ქრისტეს მივემსგავსოთ. მოიღვაწე კეთილი ღვაწლის სარწმუნოებისა, შეიტკბე საუკუნო სიცოცხლე. შეიტკბე საუკუნო სიცოცხლე. ანუ ღმერთი შეიტკბე, იმიტომ რომ სალკე საუკუნო სიცოცხლე, ანუ მარადიული სიცოცხლე ხო თავად ღმერთია. და აი ეს კეთილი ღვაწლის სარწმუნოებისა, ამ ღვაწლის ნაყოფი არის მარადიული სიცოცხლის, ანუ ღმერთთან ყოფობის შეტკბობა, როცა ამით ხარ ბედნიერი. ამისთვის ხარ ხმობილი, აგზელებს პავლე მოციქული და ეს გამოცდილება, რომელიც შენში გროვდება, როგორც კეთილი აღსარება მრავალი მოწმის წინაშე აღიარე. ანუ იმისიონერე და ეს კეთილი სარწმუნოება გაავრცელე. ძალიან დიდი სიფრთხილე გმართებს დღეს განსაკუთრებულად და პასუხისმგებლობით ვარ დატვირთული ქრისტიანები. ჩვენი ქვეყანა ზღვარზე დგას ყოფნა არ ყოფნის. ყოველ წამს შეიძლება რაღაცა კატასტროფა მოხდეს და შეუქცევადი პროცესი დაიწყოს. მხურვალეთ ბევედროთ უფალს ჩვენი სამშობლოს გადარჩენისათვის და ამ ბედრებას მხოლოდ მაშინ ექნება ძალა, თუ ჩვენ თავად მივხვდებით, რაში მდგომარეობს გადარჩენა, რა არის გადარჩენა საერთოდ. თუ ჩვენ გადარჩენა გვეგონება მხოლოდ ის, რომ განსასწრელი არ მოვიდეს გარეგანი, ეს არ არის გადარჩენა. ადამიანი შეიძლება ძალიან მყუდრო გარემოში სულიერად დაიღუპოს. უპირველესად გადარჩენა ეს არის ქრისტესთან მყოფობა. ამიტომ ჩვენ თავად უნდა ვეცადოთ ამას, რომ ვიყოთ ქრისტესთან და
ეს კეთილი აღსარებლობა, რომ თავარი ქრისტესთან ყოფობა სხვებისთვის საცნაური გავხადოთ. ხოლო ამ შემთხვევაში იქნება ჩვენ ლოცვას ძალა და თუ ჩვენ 10 მართალს მაინც მოვაგროვებთ ჩვენს ქვეყანაში, მაშინ ჩვენი ქვეყანა გადარჩება. შეგვეწიოს უფალი ამენ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.